დილამშვიდობისა მეგობრებო, დიდი ხანია ვიდეო აღარ დამიდია რაღაც გარკვეული მიზეზების გამო. დღეს ნადირობთ ტურაზე, მტაცებელზე, ნებისმიერი ტიპის მტაცებელზე, რაც გამოვა ნომერში. ამინდი სანადირო ამინდია, თოლია, ისეთი ამინდია, რომ ნებისმიერ მონადირეს ეს სიამოვნება უბრალოდ ბუნებაში გავლაც კი. 23 თებერვალი არის დღეს, სავარაუდოდ დიდი ალბათობით დღევანდელი ნადირობით დავხვრათ ნადირობის სეზონს. ხოლოდ მტაცებელზე შეიძლება გამონაკლისად რამოდენიმე ნადირობა კიდე მოვაწყოთ რა. მერე უკვე შემოგთავაზებთ ძაღლების ვარჯიშის ვიდეოებს და სხვადასხვა თემებს, საინტერესო თემებს სხვათა შორის. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ აუცილებლად ეს ვიდეო და დაილოდეთ რა მოხდება. წავედით. აი ძაღლები. წავიყვანოთ მეწამულ სარეკში. იმედია რომ აიდენესაც მოვიშეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგიანი ნადირობა იქნება რა. ყოველთვის როცა მტაცებელზე მივდივარ, ერთადერთი სურვილი რაც მაქვს ის არის რომ შედეგიანი ნადირობა იყოს. აი ნაურსიამოვნებია მტაცებელი მაგრამ ტურა. მაგრამ დაანაცემლები და იმედია რომ კარგად წავა საქმე. წავიდა მუშაობა. ვიდი ზეცა, ვიდი. ცოტა იქ წაიყვანეს. იქითაც ხალხი გვიყენია. მაგრამ აქ შეიძლება ის რაოდენობა იყოს, რომ შუმაოვი ტურა გამოვიდეს რა. აქითო წყნარად ვიქნები რომ აქარით უნდა მიდის, მაგრამ მიაწნა.
მიწევი აქ ვერთავთ εκεί კაი ნომერში. ეხლა მეგობრებო ზოგადად ისეთი პერიოდია რომ მე ვფიქრობ რომ მონადირემ ამ პერიოდში მტაცებლის გარდა აღარც უნდა ინადიროს სხვაზე არაფერზე ყველაფერი მაგი არის და ყველაფერი შვილებს ელოდება და ინაღამ ფიგლი შევიწიეთ მაგიტო სანამ გარკვევით არ დაინახავ არავითარ შემთხვევაში სროლა არ შეიძლება გაგვასწრო გადავიდა იქით მე რადგანაც სარიგში ვარ, მაგიტომ ვაძლევ თავს უფლებას, რომ ვიარო ეს. საიდან გაიყვანა დათისტა როგორი ბაგებად ბიგლიც ჩაერთო მუშაობაში პირველი დევნაა ბიგლისთვის ფოტოშოპს
Gözü dentista korba. Biglis ჩაერთო მუშაობაში. პირველი დევნაა ბიგლისთვის ფოტოშოპს. ე? როგორ მაბითურებს ეს ხოვანი. თანაშკარად დაშორებული. მოგვიწია მეგობრებო ადგილის გამოცვლა. სამწუხაროდ იმ ადგილას გავიდა ტურა ვერ მოვიპოვეთ. სხვა ადგილში გადავედი და ეხლა იმედი გვაქვს რომ აუცილებლად მოვიპოვებთ რა მტაცებელს. ნახოთ რა იქნება. იწყეს ახლა მომუშავა. ხოდა. ისე მუშაობენ, არაა გამორიცხული. კურდღელი წამოაგდონ და რა თქმა უნდა კურდღელს არ ვესწრით. იმიტომ რომ კურდღელი ვაკი არის უკვე და კურდღლის ყველაზე არიან 90%-ით რა.
დიდი ალბათობით კურდღელია და წერს აიოებში. ეს ქონდა არ დაუშლით ხა ჩვენ. წაღლეს რომ კურდღელი არის, მაგრამ უბრალოდ არ ვისვით და ეგ იქნება. წამოვაგდო. ნახო. ვერ გამიგია რა ხდება. წამოვაგდეს. ვერაფერით ვერ გავიქე. ამატყეფაზე მტაცებელი გამოიყაროს რა. დააჭდა კვალს. ასე რა ხმას ისე არ მოიარს.
აი კურდღელი სად არის? წკაპ, აი. რა თქმა უნდა არ ვისვრით. ჯერ წამოვაგდო, ნაკეთაა გამოსული, სწორად მოყვებოდა ხანისა. დევნით შეგვიძლია რომ ვისი ამოვნოთ. აგე, აი. იუ. სადაა კაპარული? აგე, აი. ნახო. ვიდი ბიჭო. აი ზეც. აი. წავიდა. ეგარი. აგარი მომენტია რა. როგორ მუშაობენ ძაღლები. თქვენ გენაცვალეთ. აგარი. აი რა დევნა წავიდა კი გესვით. რა ვქნათ ესე ხდება ძმაო. არ არიან ჩვენი ძაღლები. ბეწვეულის დიდად მოყვარულები. აი ხა ისეთ ადგილზე ვარ სადაც 10 ტურა და ერთი კურდღელი შეიძლება იყოს და მაინც იმ კურდღელს ვაღლობენ თუ არის რა. დაცებელზე ნადირობა გვინდოდა, მაგრამ არა უშავს დევნით ვისიამოვნებთ. თან იქნებ შუმავი გამოიპაროს რამე. ამატყეფაზე. გადავიდნენ იქიდან. გაშლილი ადგილია და ხვალმალევე იკლება, აი როგორ არის ამდენი დასიაღლები აქვს თელი ღამე, მაგრამ პატარა კურდღელი ჩასა. აკვალეს. იქნებ კადრში დავაფიქსიროთ, კაი იქნება.
აი ბიჭებო, ყველას რა ვინც ეხა დადიროთ კიდე კურდღელზე რა, просто არ შეიძლება ძო, მართლა არ შეიძლება. ხვალდაზე გისევ ჩვენ უნდა ვინადიროთ და აღარ გვექნება რა, აღარ გვეყოლება. გადაუნაცვლებ ეხა იქით და იმედია კადრშიც დაგანახებთ. აი გადაიყვანეს, თითქმის 600 მეტრში არიან ეხა. ჩვენგან ესე პირდაპირ და მიდანაც გაშლილი ტერიტორიაა, რომ შასე აი 17 კმ/სთ-ით მისდევდნენ, აი აქ ეხა 5 კმ/სთ-ზე ჩამოვიდა. მე ასევე წინა ვიდეოშიც თქვი და ეხაც გამეორდები, რომ როცა მდევარი ძაღლი ყავს, არ მესმის როგორ უშვებენ GPS-ის გარეშე რა. მithumetes დღეს ისეთი მარტივი სიამოვნება გახდა GPS-ი. ნებისმიერ მონადირეს შეუძლია რომ იყიდოს GPS-ი რა, რაღაც 250 ლარამდე იღებს თუ რაღაცა. ეს კონკრეტული GPS-ი ეხა რომელზეც ჩვენ საუბრობთ, თუნდაც. ქონდა Garmin-ი Alpha 300 და ის საერთოდ სხვა რაღაცაა, მაგრამ ფასით ძვირი სიამოვნებაა ესე რომ ვთქვა. ეს არც ძვირი სიამოვნება არ არის და იდეალურია. უყურებ ძაღლი სად არის, გესმის ხმა, ელაპარაკები. ხო შეიძლება სხვა ჯგუფთან მივიდეს მონადირეების, ჩვეულებრივად GPS-ის საშუალებით ეთქვი ბიჭებო ძაღლი დაიჭიეთ, მოვალ, წავიყვან. იქიდანაც პასუხს გაქცევენ და რა ვიცი, აი ამას დიდი კომფორტი არაფერი არა. ვინც არიცით, გიორგი ხარძიანს ჩამოაქვს ეს GPS-ები და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და გაგეხმარებათ აუცილებლად. ყველას გირჩევთ რომ შეიძინოთ რა. მე პირადად 3 ცალი მაქვს ამის გარეშე. აი რო დამჭეს GPS-ი ძაღლს არ გაუშვებ დღეში სამოვალ უკან სახში, აი სწორად გამიგეთ ისევ არა უკვე. ხაც უყურებთ. აი რა ხელა მანძილზე გავიდნენ. დიდი არაფერი მანძილი არა რეალურად, მაგრამ სულ ისეთი სწორი ადგილია რომ აი ამ ადგილისა დიდი მანძილი, თორემ თაგორიანში 600 მეტრი არაფერი არა. გადავინაცვლებ და ვნახოთ აბა იქნება კადრში რომ გარბის კურდღელი ესე ყურება წეული ეგ გადავიღოთ რა. დავასრულეთ დღევანდელი დღე. სამწუხაროდ არ გამოვიდა ტაცებლის მონადირეობა, მაგრამ მაინც ვისიამოვნეთ კურდღელზე დევნით. ძაღლებმა კურდღელი იყო ეს და კურდღელზე დევნა იყო. ბოლოს წავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც ფერმები იყო და მოგვიწია დენის საშუალებით ძაღლების მოხსნა რა. კიდე ერთხელ გამეორდები, რომ ძალიან საჭირო ნივთი არის GPS-ი, მით უმეტეს ამ ახალ GPS-ებს თითქმის ყველას აქვს ელექტროდენი და ელექტროდენის საშუალებით ძალიან მარტივად იმორჩილებ რა ძაღლს რა. გვპირდებით რომ ერთ ვიდეოს აუცილებლად ცალკე GPS-ებზე ჩავწერთ, გაგაცნობთ GPS-ებს და დამიჯერეთ რომ ვისაც არ გაქვთ აუცილებლად მოიყიდოთ და გამოიყენოთ რა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფირმას იყიდეთ რა. რამდენ ლარიანს თავარია რომ GPS-ი გქონდეთ რა. რო უსაფრთხო და შედეგიანი ნადირობაც იქნება ყოველთვის. დაგემშვიდობებით ეხლა და მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება.